25 მარტს რუსი ექსპერტების რიგით მეორე ჯგუფი საქართველოს ეწევა, მანამდე ქართული დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრება. ეს ყველაფერი ჩვენთვის კარგად ნაცნობ ბაზარზე დაბრუნებას უკავშირდება. რუსი ექსპერტების მიერ ჩატარებული პირველი შემოწმების შემდეგ როსპოტრებნადზორი თითქმის ყველა კომპანიის პროდუქციით კმაყოფილია. სწორედ ამიტომაც პირველი ნაკადი რუსეთის ბაზრისკენ უკვე მაისის ბოლოსთვის დაიძვრება. პარალელურ რეჟიმში კი ქვეყნის შიგნით დისკუსია არ წყდება იმაზე, თუ რამდენად პოზიტიური პროცესი მიმდინარეობს პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. ღვინო, მინერალური წყლები და სოფლის მეურნეობის ნაწარმი აქცენტები სწორედ ამ კუთხით კეთდება. რა შესაძლებლობებს უხსნის რუსული ბაზარი ქართულ ეკონომიკას? გადაჭარბებულია თუ არა მოლოდინები მეზობელი ქვეყნის ბაზრის დაბრუნების სარგებლიანობაზე და მაინც როგორ გავმიჯდოთ ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთისგან? ემზარ ჯგერენაია, პაატა შეშელიძე და ნიკა ლალიაშვილი საუბრობენ ამ თემებზე. მე ვარ თია სიჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. უყურებთ არგუმენტებს, მივესალმები ჩვენ სტუმრებს სტუდიაში პაატა შეშელიძე, ემზარ ჯგერენაია, ნიკა ლალიაშვილი. საღამოშდები საბატონო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგზანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. როგორც უკვე აღნიშნე, რამდენიმე თარიღი უკვე ჩანიშნულია დღის წესრიგში. პირველი როდესაც გაემგზავრებიან საქართველოსთან ქართული დელეგაცია გაემგზავრება მოსკოვში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამის შესახებ ისაუბრა. უკვე 25 მარტს მეორედ რუსი ექსპერტები ჩამოვლენ პროდუქციის შესამოწმებლად. მაისის ბოლოსთვის კი ქართული პროდუქციის გამოჩენა არის დაგეგმილი რუსულ ბაზარზე. პროცესი მიმდინარეობს დაიძრა, მაგრამ პარალელურ რეჟიმში, როგორც უკვე აღნიშნე, მიმდინარეობს დისკუსია და არც ხდება დისკუსია იმის შესახებ, თუ რამდენად დადებითია ეს ყველაფერი. დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი, ბატონებო და ბატონიკას ვკითხავ პირველ რიგში. როდესაც პოლიტიკური კონტექსტი საკმაოდ მძიმეა და რთულია საქართველოსა და რუსეთს შორის, მაშინ ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება ცალ-ცალკე განვიხილოთ ეს ყველაფერი, ბატონიკა, თუ მაინც ერთიან ჭრილში უნდა მოხდეს ამის განხილვა? საერთოდ მიუხედავად იმისა, მე ძალიან ასე ვთქვათ კონსერვატიული შეხედულებები მაქვს ბევრ საკითხებზე, ბიზნესთან დაკავშირებით ძალიან ლიბერალური შეხედულების გახლა ვარ და საერთოდ ვფიქრობ, რაც უფრო შეხედულებები თუნდაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. არა მარტო და რაც თავარია, მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო შორს იქნება ბიზნესი პოლიტიკისგან და რაც უფრო მეტად უკარნახებს ბიზნესი თავის თამაშის წესებს პოლიტიკოსებს და არაპირიქით, როგორც აქამდე იყო, რომ პოლიტიკოსები პრაქტიკულად მძევლობაში აყოფებდნენ ბიზნესმენებს და ბიზნესის წესის ქვეშ იყო საქართველოში, მით უკეთეს ქვეყანას ავაშენებდა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, მე მახსენდება ბევრად უფრო რთული პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც არსებობდა გერმანიასა და საბჭოთა კავშირის შორის, როდესაც საბჭოთა კავშირი ოკუპირებული ჰქონდა გერმანიის ნაწილი და მისი ტანკები იდგა გერმანიის ტერიტორიაზე და მაშინ გენიალური გადაწყვეტილება იმ ორი მართლაც ნათელი გონის, ორი ადამიანის, ვინც შექმნა ეგრეთ წოდებული გერმანული ეკონომიკური სასწაული, ლუდვიგ ერჰარდის და კონრად ადენაუერის, რომლებმაც ამ პოლიტიკური კონტექსტის საწინააღმდეგოდ მაინც მიიღეს გადაწყვეტილება გერმანული ბიზნესის სასარგებლოდ და სწორედ გერმანული ბიზნესის, ასე ვთქვათ, ზვიგენების კარგი გაგებით კარნახით, როგორც იყო თქვათ Siemens-ი, Deutsche Bank-ი, Krupp-ი და ასე შემდეგ, განახორციელეს ყველაფერი ის დაახლოება საბჭოთა კავშირთან, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების საბჭოთა კავშირთან, გასცადენი საბჭოთა კავშირიდან პირდაპირ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რამაც ბოლოს მოიტანა, ისაც მივიღეთ 1975 წელს, როცა მოხდა ჰელსინკის აქტის ხელმოწერა და შეიქმნა EU-თო. ამან ყველაფერმა გააკეთა ის, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ გერმანიაში ბუნდესტაგში ძალიან მძიმე პოლიტიკური დებატების გავლა მოუწიათ ამ ადამიანებს, მათ თავისი მაინც გაიტანეს და იქ სადაც ბიზნესი ხეირობს, ასევე კარგი გაგებით რო ვთქვათ, იქ უკვე პოლიტიკაც ხეირობს და მაშინ ესენი ბოლოს წავიდა უკეთესობისკენ. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც უნდა გამოვაცალოთ ყველა სფეროზე შეიძლება ესე ველაპარაკოთ. მეტად გავანთავისუფლეთ ბიზნეს პოლიტიკური ფობიებისგან, ხელოვნებაზე არ ვლაპარაკობ, ხელოვნებას საერთოდ დანაშაული ხელოვნების შეზღუდვა რაიმე იდეოლოგიით, მე ასე ვფიქრობ. თუ არ ვაშენებთ ტოტალიტარულ ქვეყანას და გვინდა დემოკრატიული ქვეყნის აშენება. რაც უფრო გავანთავისუფლეთ ბიზნეს ფობიებით,
შიშებით და ასე შემდეგ, მით უკეთეს იქნება. არსებობს რისკები, რა თქმა უნდა, ბიზნესი ითვალისწინებს მექანიზმებს ამ რისკების გადალახვის. ფობია ეს გახლავთ ემოციები, ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, რაღაც განწყობები. ბოლოს დაიყვანებ ეს ყველაფერი ტვინის ბიოქიმიურ პროცესებში. რაც უფრო ნაკლებად დავძაბავ და დავსტრესავ ბიზნესს აი ამ ბიოქიმიით, უარყოფით ემოციებით, მით უკეთეს იქნება ბიზნესისთვისაც და ქვეყნისთვისაც. კი ბატონო, ჩვენ აუცილებლად ეკონომიკური კუთხიდან შევაფასებთ ამ პროცესს, მაგრამ არ შეიძლება მაინც ცალ-ცალკე კონტექსტში განვიხილოთ ჩვენი არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ბატონ პაატა, თქვენ რას ფიქრობთ? ცალ-ცალკე უნდა მოხდეს მაინც თუ როგორც ბატონმა ნიკამ თქვა, მოდით არ შევეხოთ და გავათავისუფლოთ ბიზნესი გარკვეული ფობიებისგან. ეს უფრო მომგებიანი იქნება ალბათ ჩვენთვის პირველ რიგში. ამას გულისხმობთ ბატონ ნიკა, ხო? რა თქმა უნდა. ბატონ პაატა, მიუხედავად ომისა, 2008 წლის ომისა, საქართველოს მაშინმა მთავრობამ არჩია სწორი მიდგომა, ღია მიდგომა, ლიბერალური მიდგომა და ჯერ კიდევ მაშინ საქართველოს არ გაუკეთებია რუსული იმპორტისთვის ბლოკადა, რუსული ინვესტიციებისთვის ვარი არ უთქვია. ანუ საქართველოს თავის მხრიდან ვარი არ უთქვია იმაზე, რომ ქართულ ადამიანს შეეძინოს რუსული პროდუქტი, ან მოიწვიოს რუსული ინვესტორი და რამე გააკეთოს. მეტიც მთავრობამ თვითონ გაყიდა რამოდენიმე ობიექტი რუსულ სუბიექტებს, ხო? ბიზნეს მეთამაშეებს. მაშინ დღეს რატო ვსვამ საკითხს, ქართველმა არ შეიძლება გაყიდოს რუსეთში, არ შევიდეს და ამაზე არ იყოს მოლაპარაკება. ამიტომ მე ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ეკონომიკა უნდა იყოს მაქსიმალურად ღია იმისათვის, რომ არჩევანი კონდეს ინდივიდს შეიტანოს თავისი წარმოების პროდუქცია, სადაც უნდა მას და მიესალმოს. ამიტომ ამ თვალსაზრისით მე ვერ ხედავ შეხედულება, ანუ მოდით ესე ვთქვათ, დღეს უკვე უმცირესობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა ხშირად საუბრობს ამის შესახებ, რომ როდესაც არის კონტექსტი და არ არსებობს წინაპირობა იმისა, რომ მოხდეს პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული მოლაპარაკება, ცოტა რთულია. გასაგებია, მაგრამ თვითონ თუ ეს არ მგონია, რომ ესეთი კუთხით იყოს მათი პრეტენზიები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თვითონ მათი პოლიტიკა, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, ჩემი აზრით სწორი იყო, ამ საკითხში სწორი იყო, ისინი ღია იყვნენ რუსული ინვესტორები. მაგრამ ეს თუ რა მაინც არ იყო ბატონ პაატა, მაშინ რითი ახსნით ის, რომ არ იყო ძვრა ამ კუთხით, მეორე მხრიდანაც ესე რომ. საკითხი, ნუ ეს ხო ორი მეგონებთ, ქართული პოლიტიკა იყო ღიაობისკენ ორიენტირებული, ხო? ქართული პოლიტიკა. დღესაც ესეა. მაშინ სადამე ლოგიკური გაგრძელება ისე რომ ქართული პოლიტიკა დაინტერესებული უნდა იყოს იმისათვის რომ ქართულ მეწარმეებმა შევიდეს რუსეთში, ხო სწორია? სინამდვილეში ბლოკადა რუსეთმა გაგვიკეთა. ჩვენ ხო არ გავუკეთეთ რუსეთი. კიდე გამომდინა მე ქართული მხრიდან პრობლემას ვერ ხედავ. დაპირისპირებას ვერ ხედავ. დღეს თქვენ ფიქრობთ რომ სწორი მიდგომა ის რაც ხდება? ჩემი აზრით ნებისმიერი ახალი მაღაზია, სადაც გაიყიდება ქართული ნივთი, არის მიღწევა. გასაგებია, ბატონებზარ, თქვენ როგორ ფიქრობთ? ეცდრება მე გავაგრძელებ ამ სულისკვეთებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში საგარეო ვაჭრობის კუთხით რუსეთი იყო ჩვენი ჯერ მეორე დონის პარტნიორი, მე მესამე და დღეს მეოთხე გახდა ჩინეთის ომი. ანუ რას ნიშნავს, რომ 7 მილიარდიან ბრუნვაში მეოთხე ადგილი უჭირავს რუსეთს. საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს და მოღოლებული მაღაზიაში იოგურტები და დამთავრებული ელექტროენერგიით ჩვენ რუსული საქონელი და რუსული იმპორტით სარგებლობთ და ის იმდენად დიდი დოზით არის წარმოუდგენელი ლაბორატორია მილიარდ 200 მილიონზე. იქ ღვინის ბაზარი და 20 მილიონი ბორჯომის ბაზარი მოსატანიც კი არ არის სალაბარაკო. თქვენი კითხვა თუ იმას ეხება, რომ რატომ ახლა აძლევენ ნებას ღვინის წარმოებლებს შეიტანონ და ადრე არ აძლევდნენ, მე პირდაპირ გეტყვით რომ ნებაზე იყო თუ აბსოლუტურად ნებაზე იყო. მე თვლიდი რომ და თვლი კიდევ რომ პოლიტიკური ემბარგო იყო. ქართველები ქონდათ რუსეთს იმაზე რომ აი ბორძენს არ შევისყიდით, გლეხები იქნებიან უკმაყოფილები და ცუდი სიტუაცია დაატრიალდა. აი ამაზე იყო ქართული პოლიტიკური ნება ონიშენკოსი, რომელიც დღეს ახლა გვევლინება როგორც ვთქვათ კონსტრუქციული ვთქვათ პარტნიორი და ცდილობს სურსათის უნივლობის კანონებით გველაპარაკოს და ხასპის სისტემის დანერგვას ცდილობს საქართველოში და ხარისზე ზრუნოს და უფრო მეტიც ბორჯომი რომელიც უკვე რუსების საკუთრება როგორც კომპანია ხო რა თქმა უნდა ალფა გრუპის საკმაოდ ძლიერი ჯგუფია და ის არ დაუშვებს რომ უზარმაზარი ინვესტიცია რომელიც მაგაში ჩადო იყოს წამგებიანი. ამ კუთხით საკითხის დაყენებაც არასწორად მიგვაჩნია, იმიტომ რომ აბსოლუტურად ღია იყო რუსეთის კაპიტალიზმის საქართველოს წლების განმავლობაში ერთ-ერთი წამყვანი ინვესტორი იყო FDI-ში საქართველოსთვის და დღეს რაღაც 50 მილიონ წლეულ ბრუნვაზე გვაქვს რაღაც დიდი ხმაური ატეხილი. ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ საქართველოს თავისუფლად სუღია იყო ეკონომიკური ურთიერთობა რუსებსა და ქართველებს შორის. საკმაოდ მაღალი დოზით იყო წარმოდგენილი, როგორც ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, ანალოგიურად იყო წარმოდგენილი კვების მრეწველობაში და ბევრი ინვესტიცია გაყურეს სწორედ რუსების
შევიდეთ ახლა ერქევარი ბევრი საწარმოებიც კი ეკუთვნის რომელიც კაზინოდან მოყოლებული საქმის გულში არ ვიყავით. აქედან გამომდინარე აქ ლაპარაკი იყო რაღაც სეგმენტის, ასე ვთქვათ, აქილევსის ქუსლის გამონახვა საქართველოს სეგმენტის გაჩერებაზე, სულთან მე ვიტყოდი პოლიტიკური მიზეზი. თუმცა იქ შეიძლება სადაო საკითხები იყოს, რომ ვინო არ იყო ხარისხიანი, ან რაღაც ბორჯომიანი იყო, ნაკლები ფიქლორიანი და როგორ გითხრათ. ეს ის პოლიტიკური მოტივი იქნება, ალბათ მიზეზი. ორივე პოლიტიკურიც იყო და რეალობაც იყო, მაგრამ ერთი მხრივ ძვირიანი ვინო რუსეთში არ გაიყიდება. იაფიანი ვინო ქართული არ არის და მოუწიათ მაშინდელ წარმოებლებს ფალსიფიცირება. იძულებული რუსული ბაზის მოთხოვნა იყო ეს. ერთი ჟურნალისტი ამბობს რომ რუსეთში დაადგინეს რომ ამაზე დაბლე არაღი არ გაიყიდეს. რატო დაადგინეს? იმიტომ რომ ერის ტრაგედია იყო რომ იყიდებოდა მანეთიანი და სამანეთიანი არაღი და რო არ დავიდეს მოწამლომდე. მათ ქვედაზღვარი დაადგინეს რაც სოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა. ამაზე იაფად არ გაიყიდოს არაღი და არ მოიწამლოს ხალხი. მე ვთვლი რომ ეგ არის არსებული ეკონომიკური ურთიერთობა იყო ძალიან მასშტაბური და ერთ-ერთი მცირე ნაწილი რომელზეც თავისუფლად პოლიტიკური ზეწოლის ელფერიც ჰქონდა და რა თქმა უნდა ხარისხი უწევდა ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე ხელს. კი ბატონ პატასოს დამატება და შემდეგ პოლიტიკური კონტექსტი ამ საკითხის ამბობს. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც სწორედ ამ პოლიტიკურს ეხება წინამთავრობის პერიოდში იქნა მიღწეული შეთანხმება იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოს ნება დართო რუსეთს სოფლის საავადმყოფო ორგანიზაციის გაწევრიანება რაც ასევე იყო ერთ-ერთი ბერკეტი ჩაფიქრებული იყო როგორც ერთ-ერთი ბერკეტი რომ პოტენციურად რუსეთს უნდა გაეხსნა ბაზარი ქართული პროდუქციის. ანუ ეს მოქმედება რომ ქართველები დაინტერესებული იყვნენ რუსული ბაზრის დაბრუნებით უკვე არ ახალია. დღეს უფრო აქტიურია შეიძლება რაღაც პოლიტიკურმა კონტექსტმა შევაწყვეტ ხელი, მაგრამ ეს არ ახალია, ამისთვის ბევრი რაღაცა უკვე გაკეთებულია. ხო, მაგრამ ხო კეთდებოდა განცხადებები ბატონ პატა რომ ჩვენ არ გვჭირდება რუსული ბაზარი, ჩვენ ახლა უკვე სხვა ბაზრისკენ მივისწრაფით, ევროპული ბაზარი უნდა ავითვისოთ, უფრო ფარდ გავშალოთ, ანუ ფრთები და აქედან გამომდინარე რუსული ბაზრისკენ აღარ გავიხედოთ, იმიტომ რომ პოლიტიკური კონტექსტია. მიუხედავად იმისა, რომ სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებით ეს სხვა საკითხია. იქნებ აი პოლიტიკა არ გაამართლა, სავაჭრო ბალანსს რო გადავხედოთ, ჩვენი მესამედი ექსპორტის არის და იმპორტის ევროპულ ბაზარზე, მესამედი და სათეს ბაზარზე. ანუ ექსპორტის გეოგრაფია რეალურად შეიცვალა, განსაკუთრებით საყურადღებო იანვრის მაჩვენებელია, საგადახდო ბალანსის დეფიციტი შემცირდა 50%-მდე და იქნებ აქედან რუსეთი მიხვდა რომ არ გამოვიდა ემბარგოსგან სასურველი შედეგი და ლამაზ გამოსავალს პოულობდა იპოვემიზი და გამოვიდა კიდე არ ზღირდა ყოფნა. ბორჯომის ბაზარმაც თავის ადგილი იყო თლიანობაში რაც მე მაგონაცემდი ელაპარაკე ბორჯომს 30 მილიონი ბოთლი არის შეიძლება გათვლილი ამ წელს და ზუსტად საექსპორტოდ ხო? ამ ნაწილში რუსეთმა ლამაზ გამოსავალი ნახა რომ თან ბოდიშიც არ მოიხადა, თან არც აღიარა რომ იმ პოლიტიკამ არ გაამართლა. ევროპის ბაზარზე ჩვენი პროდუქცია მეტნაკლებად შევიდა. კი, რეფორმა განსახორციელებელია სერიოზული სოფლის ეკონომიკის პრობლემები ძალიან დიდი რჩება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მეტნაკლებად შეფუთვაც კი ვისწავლეთ პროდუქციის, ექსპორტის გეოგრაფია შევცვალეთ და რუსეთი მიხვდა რომ მისი ბაზის გარეშე ჩვენ ვარსებობთ, აქედან გამომდინარე ლამაზი გამოსვლის ფორმა ნახა, რამ ჩიხიდან გამოვიდა თვითონ, იმიტომ რომ რეალურად ეს ემბარგო საქართველოს იმდენად არ აზიანებდა, როგორც აზიანებდა მის ბაზარს და მის მოთხოვნებს. ფაქტობრივად კონტრაბანდულად ეხებოდა ბორჯომის და ქართული გემების ჩაკეტენ. მე ვფიქრობ, არც სალაპარაკო არ დატოვა ეს ნაწილი, არც ვეტოოს ნაწილში დატოვა სალაპარაკო და ალბათ მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად მოხდებოდა კომიტეტებში მის ამ საკითხის განხილვა, იმიტომ რომ ვეტოოს უფრო გაატიშა შეთანხმების დარღვევა. ამიტომ გამოვიდა აქედან ლამაზად და თან პოლიტიკური ქულაც დაიწერა, აი ხედავთ თანამშრომლობს საქართველოს. კი ბატონო, ანუ ერთი პლუსი ჩვენ მაინც მივიღეთ ამ არსებული ემბარგოდან, ის რომ ხარისხი და პროდუქციის ხარისხი მეტწილად გაუმჯობესდა, მოდით ესე რომ ვთქვა. მაგრამ ისიც რა არის, მე არ მგონია რომ ეს ხარისხი გაიზარდა მხოლოდ იმიტომ რომ რუსეთმა დაკეტა ბაზარი. გაუმჯობესდა, მოვინდომეთ, მოდით ესე რომ. ხო, ადამიანებს გაუშვათ ახალი კავშირები, ახალი ინვესტორები, ახალი მიდგომები, შემოვიდა უცხოური პროდუქცია, რომელმაც უკვე ადგილობრივ ბაზარზე გაუწია. ადგილობრივ წარმოებას კონკურენცია და ხალხი მიხვდა რომ რაღაც ცოტა სხვა უნდა გააკეთოს, უფრო მაღალი ხარისხით გააკეთოს და სხვა ბაზრები უფრო მაღალი მოთხოვნით ხასიათდება და შესაბამისად თუ ავიღებთ მეორე მხარეს რომ შევხედოთ. მე ვამბობდი რომ ღია უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხარეა იმის თქვა რამდენად ღირს ამ ბაზარზე საერთოდ შესვლა, რამდენად დიდია მოთხოვნა ამ ბაზრიდან. ეს სხვა საკითხია, რა თქმა უნდა. აი რამდენად ღირს ვის უფრო მეტი სარგებელი აქვს ამ ბაზარზე დაბრუნებით ჩვენ თუ რუსეთს, ამაზე ვილაპარაკოთ მოდით გადაცემაში რეკლამის შემდეგ. რეკლამა და რეკლამის შემდეგ ძალიან მალე დაგიბრუნდებით, დაგვალვით.
მოგესალმებით პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ არგუმენტებს ჩვენ საუბრობთ პროცესი რომელიც დაწყებულია და გულისხმობს ქართული პროდუქციის დაბრუნებას რუსულ ბაზარზე რამდენად მომგებია ეს ეკონომიკურად ამაზე ვიმსჯელებთ ახლა გადაცემის მეორე ნაწილში იმიტომ რომ პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე ჩვენი სტუმრები თანხმდებიან რომ ამ საკითხზე არც უნდა არსებობდეს ზედმეტი კითხვის ნიშნები ახლა ეკონომიკურად განვიხილოთ ბატონო ნიკა რამდენად მომგებიანია ეს ქართული ეკონომიკისთვის რუსულ ბაზარზე დაბრუნება ოღონდ კონკრეტული ციფრებით ვისაუბროთ თუ არის ეს როგორ შეიძლება არ იყოს მომგებიანი მე უბრალოდ არ მესმის იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიღებთ ბაზარს რომელიც არის ძალიან ახლოს ჩვენგან რომელიც არის სადაც მომხმარებლების რაოდენობა არის ძალიან დიდი ყველა ჩვენ მეზობელთან შედარებით უფრო დიდი შეიძლება სკედულარიანობა ნაკლებია შეიძლება მაგრამ რაოდენობა არის ძალიან დიდი და გარდა ამისა ეს არის უნიკალური ბაზარი იმ ხრივ რომ მარკეტინგზე დახარჯული თანხები ტრადიციულ პროდუქტებზე. დიახ. ბევრად უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე მაგალითად სხვა ქვეყნებში, სადაც უფრო მეტი არის საჭირო იმ შრომაც და დროც და ენერგიას და ფულიც იმისთვის, რომ რომელიმე ესეთი ქართული პროდუქტი გახდეს პოპულარული. ჯერ კიდევ არის ის თაობები რუსეთში, რომლებსაც ახსოვთ ქართული პროდუქცია, სხვა შორის ამ ემბარგომ ერთი ზოგი ჭირი მარგებელია და კარგი საქმე გააკეთა, რომ აკრძალული ხილის სტატუსი შეიძინა ქართულმა პროდუქტებმა და მოდაშიც შემოვიდა საერთოდ ქართული თემა, ქართული პროდუქცია რუსეთში, იმიტომ რომ ის ყველაფერაც აკრძალულია და როგორც რუსები თვითონ ამბობენ, პადლავკა იყიდება ლევად, ის ყველაფერი და ეს ყოველთვის იყო, ქართული ღვინოც იყიდებოდა რუსულ რესტორნებში და ქართულ რესტორნებში და წყალიც და ბორჯომიც, ემბარგოს პერიოდშიც. ეს ყველაფერი გარკვეულს ვთქვათ შარმს და იმზიდველობას ტოვებს. კი ბატონო. საერთოდ კიდევ მეორე ეს ყველაფერი მოდაშია. მე ხა ამას წინათ გახდი თვითონ მოსკოვში და ვნახე რა რაოდენობით არის მოსკოვის ცენტრალურ ქუჩებზე ეგრეთ წოდებული ხინკალნაი, ანუ სახინკლეები და ეს არ არის. ეხლა ხან მზადებოდით? საკმაოდ დიახ, ეხლა ხან გახდით. საკმაოდ ელიტარული ქუჩებია, ძალიან ძვირს იხდიან ამ სახინკლეების ფლობელები იჯარის ფას და ეს ყველაფერი მათ უღირთ და საკმაოდ ძვირი ზღვის ხინკალი და მინდა გითხრათ სუსავსე. იქ იყიდება ქართული ლიმონათიც, ქართული ღვინოც და ბორჯომიც. ქართული პროდუქტი გასაგებია, მაგრამ მე საუბრობ მაშინ, როდესაც ამ ემბარგოს პერიოდში ლეგალიზაცია, ამ ყველაფრის ლეგალიზაცია, ანუ ლეგალურად გახსნა კარების და არა მარტო მსხვილი კომპანიებისთვის. აი ახლა რომ მიდის დელეგაცია, სწორედ მიზანი ის არის, რომ უკვე სოფლის მეურნეობის პროდუქციაზეც იყოს. მაგრამ შეუულებრივად აიღოს გლეხმა, დაატვირთოს თავისი მანქანა და ეს გარკვეულწილად ესე ვთქვათ ქართველი გლეხი ამოისუნთქავს ამის თქმა გსურთ აი მე მაინტერესებს გადაჭარბებული არის თუ არა ცოტა მოლოდინი რუსულ ბაზარზე გადაჭარბებული არ არის თქვენ გასულ შეგეთქვა კარგია ეს პოზიტიურია ცალსახად პოზიტიური არა ამაზე არ დავავთ შესწორ რუსულ ბაზარზე მოლოდინი შესაძლებელია ვიღაცა გადაჭარბებული გულს მე მგონია რომ ეს რთველი იქნება პირველი რთველი უკანასკნელი წლების მანძილზე როდესაც სახელმწიფოს არ მოუწევს სუბსიდირება შეიძლება ზედმეტ ოპტიმისტურად უყურებ, მაგრამ ასე მგონი, რადგანაც ყურძნის ფასი მართლა მოემატებს. მე მგონი ზუსტად ვიცი, რომ ჩამოსულები არიან სხვა კომპანიის წარმომადგენლები და დიდ თანხებს თავაზობენ ღვინის კომპანიებს, იმისათვის რომ შეიძინონ უკვე ღვინო მასალები და თვითონ ჩამოასხან თავიანთი ბრენდები და გაიტანონ. ისე რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხრივ, ანუ ვისთვის იქნება კარგი, იმ გლეხისთვის, ვისაც ყურძენი მოყავს, კარგი იქნება. თუ გაიხსნა სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებზე ბაზარი და იმედი მაქვს ეს ყველაფერი ასევე წარმატებით დაგვირგვინდება, მაშინ ვისაც მწვანელი მოყავს, იმისთვისაც კარგი იქნება. თუ მწვანელისთვის და ყურძნის მოყვანის მევენახების კარგი იქნება, დარწმუნებული ციტრუსთვისაც კარგი იქნება და ზოგადად ქვეყნისთვის კარგი იქნება. ანუ შეკითხვაზე პასუხი ასეთია, ცალსახად პოზიტიურად ვაფასებ ქართული პროდუქციის შესვლას რუსულ ბაზარზე. მაშინ ესე კიდევ უფრო დავუგრადები, რამდენად ეფექტიანი იქნება ქართული ეკონომიკისთვის რუსულ ბაზარზე დაბრუნება. ბატონ პაატ. ნუ მოცეთ ასეთი კუთხით შევხედო საკითხს. რა პრეტენზია ქონდა რუსეთს აქამდე ჩვენ ხარისხი? დიახ. ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად ისინი ხარისხს გვედა. ოფიციალური მიზეზი ეს იყო, კი ბატონო. ოფიციალურად ხარისხს გვედავებოდნენ. მაშინ ისმის კითხვა. დღეს მთელი რიგი საწარმოები ამ შემთხვევაში ლაპარაკია ჯერჯერობით ღვინის და სპირტიანი სასმელების წარმოებლებზე და პლუს წყლების წარმოებლებზე ახერხებენ რომ ეს ხარისხი იქნეს მიღწეული. რას გვედავება
ევროპის კავშირი რატო არ აღებს ის კარებს? იგივეს სინამდვილეში. ისიც ხარისხს ვედავებ. ფაქტურად გამოდის, რომ ამ ორი ბაზრიდან ერთ-ერთი უკვე ბევრად უფრო ღია ხდება ვიდრე მეორე. მეორეც არ იქნება ალბათ შორი პერსპექტივა. ჯამში რა თქმა უნდა ეს ყველაფერი პოზიტიური. ეხლა მეორე კუთხიდან შევხედოთ. რუსეთის მოთხოვნა რა არის? რომ მათ შეამოწმონ წარმოებები, ხო? ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ესეა. სამწუხაროდ აქ მე სკეპტიკური ვარ, ესეთი ორგანიზაციები, რომლებიც შეძლებენ რომ უკვე შემდეგ ჯერზე მიიღონ, მოიწვიონ რუსული ექსპერტიზა და შეამოწმონ ადგილზე თქვათ დიდი წარმოებების გარდა მცირე წარმოებები გლეხს ეს გაუჭირდება. ანუ იმის ილუზია რომ ვიღაცა მართლა როგორ თქვენ ბრძანეთ თავის მანქანაში დატვირთავს კაროლოკი იქნება მანდარინი და გადავა რუსულ საზღვარზე და იქ გაყიდის ალბათ ჯერ არ იქნება. ანუ ის სიტუაცია რაც აქამდე იყო, რაც ხავს გონია რომ აღდგება, ნაკლებ სავარაუდოა რომ იქნება. იმიტომ რომ ასეთივე სიტუაცია ევროპაში. ვერ დაждდებით თქვენ საკუთარ მანქანაში და ევროპაში ვერ შეიტან თქვენი მანქანით მანდარინს. ეგეთი სიტუაცია დამთავრდა. ალბათ ესეთი ეკონომიკა კაიხანი არ იქნება, სახელმწიფოები არ რეგულირებენ ხარისხის კონტროლს. და სამწუხაროდ ესეა ჩვენს ირგვლივ. ასე რომ ბაზრების პრობლემა ჩვენ გვიდგას ყველა შემთხვევაში. წელს აი თუ მიაქციეთ ყურადღება რა იყო ჩივილი წარმოებლების. აჭარაში და გურიაში ჩიოდნენ რომ მანდარინი ვერ გაყიდეს და ჩაულპათ. მესხეთში და ჯავახეთში ჩიოდნენ რომ კომბოსტო და კარტოფილი ვერ გაყიდეს და უფუჭდებათ. გორში და შიდაქალში პრობლემა იყო ვაშლის გაყიდვა ხარისხიანის, კახეთში ყურძნის პრობლემა იყო, ხო, გასაღების. ან ყველგან იყო რაღაც გასაღების პრობლემა, წარმოების პრობლემა იმდენად არ მდგარა, გასაღების ბაზრის პრობლემა იყო შემთხვევაში. ეხლა რომ შევხედოთ სიტუაცია როგორია, რუსეთის ბაზარი დაკეტილი იყო, ევროპის ბაზარი ნახევრად დაკეტილია, რაღაც სტანდარტები და მოთხოვნები აქვს, რომელთა დაკმაყოფილება არც თუ ისე ადვილია ყოველთვის. თურქული ბაზარი საკმაოდ შეზღუდულია განსაკუთრებით ამ დარგისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის, იგივეა აზერბაიჯანი და სომხეთი მაინც ღია არ არის, ყოველ შემთხვევაში ჩვენზე ნაკლებად ღია. ამ პირობებში რუსული ბაზარი იხსნება ცოტა მეტნაკლებად იხსნება რუსული ბაზარი. ანუ მე მხედველობაში მაქვს დაუმუშავებელი პროდუქცია, თუ დამუშავებული და გადამუშავებული სხვა საკითხია. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მქონდა ეს პრობლემა გვაქვს სინამდვილეში, ბაზრების პრობლემა. ერთი თუ გაიხსნება, უკვე შანსი გახდება, რომ ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდოს და მეორეზე გავიდეთ და ასე შემდეგ. ანუ ფაქტიურად რუსული შემოწმების ნეგატიურ მხარეებს და შეურაცხყოფებს და იმას რომ თავი დავანებოთ, ერთი პოზიტიური მხარე ის მაინც არის, რომ აღიარება ხარისხის აღიარებას ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, რაღაც ნიშანია, რომ ვთქვათ, ისინი მაინც აღიარებენ. და რაღაც ნაბიჯი გადადგმულია და შესაბამისად უკვე აქედან მეორე ნაბიჯი არის ევროპულ და სხვა ბაზრებზე. და კიდევ გარკვეული ეფექტი მაინც ექნება ქართული ეკონომიკისთვის. და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც არანაკლები მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, ის არის რომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს რომ სტიმული რომელსაც მიიღებს გარკვეული წარმოებლები ეს არის თავიდან ყველაზე ვერ გავრცელდება ხო იქნება ადამიანების ჯგუფი ანუ წარმოებლების ჯგუფი რომელიც ამ ხარისხის მიღწევას დღეს შეძლებენ და შეიძლება ყველას დანარჩენს გაუჭირდეს და ამიტომ ესეთი ეფექტი როგორც ამ არ კონდეს ესეთი პირდაპირ ყველას ცხოვრებაზე არ კონდეს მაგრამ იქნება რაღაც სულილება აშკარად ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ თქვა ისეთი ეს უკვე ხსენებული სპეციფიკური დარგების ღვინის წარმოება იქნება სპირტიანი სასმელების წარმოება წყლების არის დიდი დაინტერესების საგანი არის ახლა მეორე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ ეს არეალი იზრდება ანუ ყველაფერი იქნება რაღაც ორგანიზებული მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი რასაც მე ახლა მინდა თქვა ის არის რომ ხომ ამ საშიშროება შეიძლება ესეთი ტიპის იყოს რომ ბევრს გაუჩნდეს ილუზია რომ რუსული ბაზარი არის მხოლოდ ერთადერთი ბაზარი ახლა სხვა ბაზარები ჯერჯერობით ღია არ არის. კი ბატონო და თავისი რეორიენტაცია, თავისი გეგმების რეორიენტაცია ამ ბაზარზე მოახდინონ და ეგ არის აი ეგ არის პრობლემა. ეს ხარისხის მოთხოვნა ოთის დარჩება ესეთი არ იქნება. ანუ აღარ განვითარდეს? ანუ პოლიტიკურად ყოველთვის ესეთი დათმობაზე. აღარ გაიხედონ სხვა ბაზრისკენ? ხო, ანუ ცით როგორ იქნება? არა, პრობლემა ისე რომ მათ შეიძლება დახარჯონ რესურსები, რაღაც ორიენტაცია გააკეთონ და მე აღმოჩნდეს რომ ბაზარი ისევ დაკეტილი იქნება.
იმიტომ რომ არანაირი გარანტია რომ ეს ხარისხის მოთხოვნები ხვალ იქნებ ისევ დაკმაყოფილებელი არა აქ თამაშის წესები ყოველთვის ნათელი არა ანუ ინვესტიცია რისკებს ეს ყველაფერი შეიძლება რა თქმა უნდა შეიძლება ინვესტიცია გააკეთო და მე აღმოჩინე რომ ვიღაცა ისევ ინსპექტორი ჩამოვა და გითხრეს რომ არა შენ უკვე აღარ ვარგა და მე ეძულებული იყო რომ ეს ყველაფერი მიყიდო იაფად ისეთ ადამიანებს რომლებიც მაგათ სხვა შემთხვევაში არ გაყიდით არ ვიცი ეს რამე ანუ ესე თქვა პოლიტიკური შანტაჟის პოლიტიკური რისკებს შეიცავს ეს ყველა ვარიანტი მე ვთქვი ეს რა თქმა უნდა გეთანხმებით პოლიტიკური რისკებს შეიცავს აუცილებლად შეიცავს მაგრამ ეს ყველაფერი იზომება ანუ ჩვენ თუ ვილაპარაკებთ კიდევ მეორებით ის დავიწყე რა ჩვენ თუ გავათავისუფლებთ საერთოდ ამ აზრს ამ თემას მთლიანად გავათავისუფლებთ შიშებისგან და დაგვრჩება რისკები. კი ბატონო, რისკი ყოველთვის არსებობს, რისკი იზომება და რისკის დაზღვევა არსებობს, რისკი ბიზნესში ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც მეწარმე შედის, ეს უნდა სწორედ გავიგოთ, აქ სახელმწიფოები აფრიშუაში არ არის, როცა მაგალითად პატაგონი უდებს კონტრაქტს რუს იმპორტს, ორივე კომერციული სტრუქტურა, ორივე კერძო კომპანია. ესენი ერთმანეთში მშვენივრად მორიგდებიან, რა რისკებზეა ლაპარაკი, რა შეიძლება იყოს და შეიძლება პატაგონმა მოითხოვოს იქ დაზღვევა, შეიძლება წინასწარ გადახდა მილიონი საბანკო ინსტრუმენტი არსებობს ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად ყოველთვის დასაზღვევად. მაგრამ თუ პოლიტიკური სიტუაცია კარნახობს გარკვეულ დონეებს ბატონო. არა, თქვენ კი საუბრობთ რომ ჩვენ უნდა გავაცალკევოთ ერთმანეთისგან გავათავისუფლოთ ბიზნესი. მოკლედ რისკი არის, მაგრამ ეს რისკი გაზომვადია და რისკი დაზღვევადია და პოლიტიკური რისკის არსებობის გამო ბაზარზე უარის თქმა? არა, ამაზე ახარ ვსაუბრობ ჩვენ, მაგრამ როგორ დავიცვათ რისკებისგან თავი, ამაზეც არის ალბათ ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება და მანამდე ბატონ ნემზარს უნდა ვკითხოთ. იგივე რასაც რა კითხვაც დავუსვი ჩვენს ორივე სტუმარს, უფრო მაყურებლისთვის გასაგები რომ იყოს, გაიხსნა როზული ბაზარი და გვეშველა. ესე დგას ეს საკითხი თუ არა? ემბარგოს წინა წელი იყო ყველაზე დიდი ნოყიერი წელი ექსპორტის მხრივ. 80 მილიონი იყო მთლიანი შემოსავალი, აქედან 70% მოდიოდა რუსეთს. ანუ ხარისხიანი უხარისხოს და ისეთის და ასეთი ჯამში იყო მაშინ 60-65 მილიონის ბრუნვა. წლევანდელი მონაცემებით მაქსიმალური ნიშნა, რომელსაც ჩვენ ავიღებთ, ეს იქნება 20 მილიონი ბოთლის დაახლოებით ეს ადგილდასახელების ღვინოებთან დაკავშირებით. ერთი რამეა რომ ბრენდი და გუდვილი გააჩნია ჩვენს ადგილდასახელების ღვინოებს, ყანჩკარას, საფერას, გინძმაროს და შემდეგ და ეს წინ გადადგმული ბიჯია. მაგრამ მაქსიმალური რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ეს არის 20 მილიონი ბოთლი. შესაბამისად გადავამრავლოთ $4 საშუალო და მივიღებთ ახას რაც შეიძლება ამ ბრუნვიდან მივიღოთ საქართველოში. ეს არის დაახლოებით 22 დიდი ღვინის ქარხანა ამუშავებული. ეს არის და თუ არ ვცდები 400-მდე საშუალო და დიდი გლეხური მეურნეობა ამუშავებული. ეს არის ამ სფეროსთან დაკავშირებული თითქმის 25,000 ადამიანი პირდაპირ თუ ირიბად დასაქმებად. ეს იქნება თვითდასაქმების მიხედვით ჩვენ სტატისტიკა ხოვით როგორც ითვლება 1,250,000 ადამიანზე მეტი არის თვითდასაქმებად ჯერს ვინც ტევანს ულის და ვინც გოჩდის, ხო? პირდაპირ ამ ადამიანების დასაქმების კუთხით ამ ადამიანზეა ლაპარაკი. ერთი დეტალი მინდა შევიდანო არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რომ ჩვენ სუბსიდირება და დახმარება სოფლის დონის პრობლემის განხილვას მოხსნათ, იმიტომ რომ ჩვენ სოფლის დონეზე საკმაოდ სერიოზული პრობლემა გვაქვს ნიადაგის გასუფთავების კუთხით, ჯიშების გასუფთავების კუთხით, ინტენსიფიკაციის კუთხით, ტექნიკის გამოყენების ვექტორების და შრომის დაყოფების კუთხით. ანუ გასაკეთებელი აქედანაც ბევრია ჩვენი კუთხიდან, როდესაც ნამდვილად დაკლდა სოფლის მეურნეობა და მედიცინა მზადდება პროგრამა, ამ პროგრამის დაფინანსება დაიწყება და პარალელურად ხდება სწორედ ბაზრის მიმართულებების შეცვლა და შეფუთვის და იმ ნორმების დანერგვა, რასაც ევროკავშირი გთხოვს. ერთ კანონი მივიღეთ, მე შევაჩერეთ ეს კანონი, მე ნაცნობრივ ავამოქმედოთ, მე ცოტა ავამოქმედოთ, მე ბევრი ავამოქმედოთ და ჰასპი მაინც ვერ დაანერგეთ და ერთი რამქენით საზღვარზე და შინით მოусპეთ ბიუროკრატია და კორუფცია. ამარო ჩვენ საექსპორტო მიმართულებას დაარტყა და ამის გარეშე რომ გამარჯვებას ევროპელები არ გეუბნებიან და GSP პლუს რამდენი ხანია გქონდა 7,200 დასახლების საქონელი შეგვიძლია შევიტანოთ ნულოვანი გადასახადით, მაგრამ იმავდროულად ვერ შეგვაქვს, იმიტომ რომ არსებობს სწორედ ეს ბარიერი, ტექნიკური ბარიერები ქვია. გავაჩინეთ პრობლემა, რომ ჩვენ გლეხს უნდა ვასწავლოთ, როგორ უნდა მოახდინოს დაფიქსირება, აღრიცხვა, ჟურნალი, ლაბორატორიული კვლევა, რომ მისი საქონელი ევროპის იყოს მისაღები. რა თქმა უნდა, რისკი ევროპაშიც არსებობს, სხვადასხვა. რისკი არსებობს რუსეთში, ამას დასგვა ჭირდება, მაგრამ რუსული ბაზარი უფრო არამდგრადია, ჩემი გაგებით. რაღაცა ეკოლუცი ბაზარია და ის რომ სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები ვართ ახლა ჩვენც და რუსებიც ეს გარკვეულწილად პროცესი არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ 70 დავა მიმდინარეობს სარშან წლის დეკემბრის მონაცემებით სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შიგნით მიმდინარეობს 70 დავა, მათ შორის
ერთი 30 დავამდინარებ ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, 10 ინდოეთსა და ევროგაერთიანებას შორის, ბრაზილიასა და ევროგაერთიანებას შორის. ცნობილი საკითხებია შაქრის ომი, შაქრის დავა, ხათმის ხორცის და ამავდროულად ამავდროულად. ანუ ბევრი პროდუქტი სოფლიოში არის უკვე ქიმიაზე დაყრდნობით ნაწარმოები და ჩვენთანაც არის იგივე პრობლემა. ხათმის კვერცხი ჩვენი ჯობია თუ გარედან შემოტანილი, იზიაფია ჩვენი უკეთესი ხარისხი და აშენან გაატი შიგნით, ამ ვეტო შიგნით დავა არის ხანგრძლივი პროცესი, ეს არის ხესეული თემა, არის რთული პროცესი და უფრო მეც გეტყვით, რომ დოხაში რომ მიიღო სამართლიანი ვაჭრობის დოქტრინები თვითონ დაახიეს მერე და ეს მისგან ნარჩენებიც არ არის. ამიტომ ვეტოოს დავა არის ხანგრძლივი პროცესი, რთული და ეს არ არის ხესეული საკითხის გადაწყვეტა, რუსეთს ამისი არ შეწყვებოდა არასდროს. კი ბატონო, რეკლამა გვაქვს ეთერში და რეკლამის შემდეგ უნდა შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა და დავსვათ ესეთი კითხვა რისკებიდან გამომდინარე თუნდაც რამდენად სწორ გზაზე ვდგევართ ამ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე. დაგიბრუნდები ძალიან მალე დაგველოდეთ. პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ არგუმენტებს, ჩვენ უნდა შევაჯამოთ ჩვენი გადაცემის მთავარი თემა, რომელიც ქართული პროდუქციის სულ ბაზარზე დაბრუნებას უკავშირდება. არსებობს რისკები და ამ რისკების მიუხედავად რამდენად ღირს, რამდენად კარგი პროცესი და დადებითი პროცესი მიმდინარეობს და რა მოყვება. ამას მოვისმეთ შეჯამების სახით ჩვენი სტუმრებისგან, ბატონო ემზარ, თქვენგან დავიწყოთ კიდევ ერთხელ. მაინც როგორი ეფექტი ექნება და ამ რისკების მიუხედავად ღირს თუ არა რუსულ ბაზარზე დაბრუნება. ციფრებზე ჩვენ ვთქვით, რა ციფრიც არის. ამას დამატებული აქვს ბორჯომი და ბორჯომის მდგომარეობა განსაკუთრებულია, იმიტომ რომ რთული წყალია ბორჯომი, კარგია ჩვენ გვიყვარს, მაგრამ რთული წყალია. ის რუსეთის ბაზარზე ბევრად წარმატებული, ვიდრე თქო ევროპულ ბაზარზე მძიმეა და იმенно თავის ქიმიური შემადგენლობით. მეტად მეტი დადებითი შედეგი ექნება ამ შემთხვევაში ბორჯომის რუსეთის დაბრუნებას. ანალოგიურად შეიძლება ბოსტნაუზე ვილაპარაკოთ, ძველი მონაცემი, როცა სანამ ემბარგო დაიწყო და 20 მილიონის მარტო მწვანელი კამაცეროც თუ არ ვწდები, კამაცეროც მიდიოდა როცა ჩიდა დასავლეთ საქართველოს ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ქუთაისის მიღებულ ტერიტორიას სანდრედიას ეს ასაზრდოებდა. ასევე შეიძლება ვილაპარაკოთ ხილის ნაწილზე, რომელიც შეიძლება გაიყიდოს თუ ჩვენ ვაწარმოებთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი. რისთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს მთლიანობაში 50-70 მილიონის ბრუნვა არის საგარეო ბრუნვის. ეს არის დაახლოებით 1% ჩვენი საგარეო ბრუნვის მარტო ამ ნაწილშულობა. რისკი არის ის, რომ თქვათ, არ ვიყიდონ თქვენი პროდუქცია, მაგრამ ხარისხს თუ აწარმოებთ, რა თქმა უნდა, სხვა ბაზარს ვანახავთ. დამატებითი ინვესტიციის განხორციელება ამ კუთხით საქართველოს ჯერ არ ხდება. გარდა იმისა, რომ რუსები ზოგიერთ ქარხანას ყიდულობენ და ამ შემთხვევაში არ არის რამე განსაკუთრებული. თუ შეგვიწყდავს კიდევ ემბარგოს გამოაცხადებს პუტინი, კიდე შეჭირდება და სხვაგან გავიდიან. დიდი რისკი ნამდვილად ვერ ხედავ, გარდა ბუნებრივი რისკისა, რომელიც ნებისმიერ ბიზნესს გააჩნია. რა თქმა უნდა, ქართული მეწარმეები ცოტა უნდა ცივილურები უნდა იყვნენ, თანამედროვე ანგარიშწორები ფორუმები უნდა გამოიყენონ, საქმის გარჩევა და ფულის ამოღება და ეს კრედიტის თხოვნამითხოვნის საკითხი მოგვდეს და დღეს ის რუსეთი არ არის, რომელიც იყო 80-იან წლებში, როცა კონიაკს ჩაიტანდა და საქმეს აკეთებდა და ან ძმაკაცობით საქმეს არ ჭირდა. როგორც თხოვლებს დასავლეთი საფინანსური სამყარო ანგარიშწორებაში, ლოჯისტიკაში, რაც მიღებულია მსოფლიოში, იგივე პრინციპებით მიეხმება და ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან დიდი მადლობა, ბატონო პაატა. თუკი საქართველოს მეწარმეები შეძლებენ ხარისხის მოთხოვნების აკმაყოფილებას, მაშინ მათ ექნებათ პერსპექტივა, რომ სხვა ბაზრებზეც უფრო ადვილად შევდნენ. აქ დგას პოლიტიკური საკითხი, რამდენად სწრაფად შეძლებს ჩვენი ქვეყანა იმას, რომ უკვე მთავრობა ამ შემთხვევაში რომ სხვა ბაზრებზე მიაღწიოს წარმატებებს. იქ შესვლას გახდეს ისეთივე ხელმისაწვდომი, როგორც თქვა სხვა ამ შემთხვევაში ამ ბაზარზე. გარდა ამისა, ჩემი აზრით, გასათვალისწინებელია ყველა ამ ცალკეული ინვესტორისთვის, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილები არც თუ ისე ზეულათიანად სანდოა, სიფრთხილეა საჭირო. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ბევრმა უნდა აერჩიოს რაღაც პრიორიტეტი ეს ბაზარი.
თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ინდივიდების გადასაწყვეტი, ინდივიდუალური წარმოებლების გადასაწყვეტი. სინამდვილეში ეს პროცესი რაც ახლა მიმდინარეობს, საქართველოს მთავრობის ჩარევა, ესე უშუალო ჩარევა მინიმალურია ფაქტიურად. ლაპარაკი მიდის კერძო მეწარმეებია ამოწმებინებენ თავის საწარმოებს თვითონ მედია მოლაპარაკებებს და ამ შემდეგ მთავრობა ჩვენი მთავრობა ყოველ შემთხვევაში ამაში ხელს არ უშლის, მანდ-ამაინც არც უწყობს იმ გაგებით რომ შეიძლება არ ჭირდება ამას დამატებითი ხელშეწყობა. მაგრამ რატომღაც ეს ყველაფერი 1 ოქტომბრის შემდეგ გახდა ესე მონდომებული მეწარმეების მხრიდან? გასაგებია პოლიტიკურ მონაწილეებმა გამოიწვია, მაგრამ არ მარტო ალბათ ის საკითხი, სავაჭრო ორგანიზაციის საკითხი, აგრეთვე ის რუსეთს ჭირდება რაღაც ცვლილება თავის დამოკიდებული. ხომ დააჩვენოს, რომ აი რაღაცა შეიცვალა და მეც რაღაცას ვცვლი. ისე რომ შეენარჩუნოს ხისტი პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ალბათ მათთვისაც ოხსნელი იქნება დანარჩენი მსოფლიოსთვის, ხო, რაღაც მათ უნდა შეცვალო. მე თუმეტეს ხედავენ, რომ ამან რაც ეხლა ხდება, დიდი ემბაგო რაც ხდებოდა, სინამდვილეში იმ შედეგების მომტანი არ არის, რაც იყო ჩაფიქრებული, ხო? აქ მასე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ საქართველოს მოახერხა გადაწყობა სხვა ბაზრებზე. ასე რომ აქ სინამდვილეში ისინი უკან არიხებენ, პირიქით, მათთვის უკვე სასარგებლოდ მუშაობს ეს ყველაფერი. კი ბატონო ნიკა. მე ვფიქრობ, რომ რისკები ყველა ბიზნესში არსებობს, ეხლა პოლიტიკური რისკები მინიმიზებულია თითქმის, რა თქმა უნდა, არ არის იმ ინტენსივობის, რომელიც იყო წლების განმავლობაში. და იმედი მაქვს, რომ ძალიან გრძელვადიან მშვიდობას ეყრება საფუძველი. შესაბამისად, მან იმ პერიოდშიც როცა ძალიან მაღალი იყო რისკები, რუსული კაპიტალი იყო საქართველოში, ქართული კაპიტალი თითქმის აღარ იყო წარმოდგენილი რუსეთში. რატო? ჩვენ ხო აი ეს იქნება ეს დავაკონკრეტოთ, ხო? დაკეტა ამ ხრივ, დაკეტა. შეღწევადობა თავის ბაზარზე, მე შემიძლია გაახსენოთ უამრავი ბრენდი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვეხებით, მაგრამ ვიცოდეთ ესე რუსული კაპიტალით შექმნილი ბრენდები საქართველოში, ხო? ეს არის დავიწყოთ ბილაინი, ლუკოილი, VTB, სპილენძის მოპოვება, ვერცხლის მოპოვება, ოქროს მოპოვება, კვარციტი, მაგნეული, აზოტი, ხრამჰესი 1, ხრამჰესი 2, ენგურჰესი მენეჯმენტი, მაღალი ძაბვის სადენები და ამ შემდეგ. ეს ყველაფერი რუსული კაპიტალი. შესაბამისად, თუ კი ქართული ბიზნეს ელიტა გზა გაეხსნება რუსეთში, სადაც გამოდევნილია სამწუხაროდ მათთვის კომპლიმენტად შეიძლება ვთქვა ჩვენი მოძმე სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები დაიკავეს ეს ნიშები და ადგილები. მხოლოდ კაი კონოტაციით ვამბობ, ამას ვისურვებდი რომ ჩვენ ბიზნესმენები დაბრუნდნენ იქ და იმ ელიტაში მიიღონ თავისი წვლილი შეიტანონ. იმ ელიტაში, სადაც მიისწრაფეს ძალიან ბევრი მსოფლიო კორპორაცია შესვლას და შეღწევას, ხო? ეს მხოლოდ სასიკეთოდ აისახება ჩვეულებრივი გლეხიდან დაწყებული თელი სახელმწიფოთი დამთავრებული ყველაზე, უკლებლივ ყველაზე. მათ შორის არა მარტო ეკონომიკაზე, არამედ პოლიტიკაზეც. გასაგები და რისკებთან დაკავშირებით. რისკები კიდევ მეორე რისკების სახეზეა, აბსოლუტურად სასახეთ შეიძლება ვთქვა, მინიმიზაცია, განწყობები ძალიან კარგია საქართველოს ხელისუფლებაშიც, როგორც ვატყობდა რუსეთის ხელისუფლებაშიც. და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გაგრძელება და საბოლოო ჯამში თანამშრომლობაში აისახება. ალბათ ეს ლოგიკური გაგრძელება იმ პოლიტიკის, რაც ადრე იყო ლიბერალიზების სავაჭრო ორგანიზაციას მეშვეობით რუსეთზე ზეწოლის და ასე შემდეგ. მე ვერ ხედავ ამ ყველას სამწუხაროდ ხელისუფლების მიერ დაწყებული. ხო, ანუ ღიაობის, ეკონომიკური ღიაობის ლოგიკური დასრულება, ну გაგრძელება ყოველ შემთხვევაში რაღაც მომენტში რაღაც ეტაპზე გარკვეული პირველი ნაბიჯია. ნუ ასე რომ მე მგონი რაღაც დაპირისპირება ამ საკითხში არ უნდა იყოს. თავარი სხვა არის ალბათ, რაზეც არის ხშირად ეს დებატები და გარჩევის საკითხი ხო არ ხდება ამითი რამე სხვა თემის გადაფარვა. დიახ. აი პოლიტიკური თემის, აი ეს არის საკითხი, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენთვის ყოველთვის ცნობილი და ნათელი არ არის. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ბატონო იმისთვის, რომ მოგზავნით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. დღეს არგუმენტები ამით დასრულებულია, მე ხვალამდე გემშვიდობებით.